ახლა შენ ზიხარ, გაქვს პრობლემა, ამ პრობლემაზე ვერავის ვერ ესაუბრები და ვერავის ვერ ეკითხები რჩევას. არადა რჩევა ძალიან გჭირდება. თუ ეს ასეა, მაშინ აირჩიე სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი ვარიანტი და მოусმინე რჩევას არა მეგობრისგან, არა მეზობლისგან, არა შეყვარებულისგან, არა მშობლებისგან, არამედ მოусმინე რჩევას თავად სამყაროსგან. მაშასე, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ასევე შეგიძლიათ, რომ ჩაიფიქროთ სხვადასხვა საკითხს რჩევაც. სხვადასხვა საკითხს რჩევაც. კონცენტრირდით. პირველი, მეორე, მესამე. კონცენტრირდით და ნახოთ რა იქნება. პირველი ვარიანტი. პირველი რა საკითხზეც თქვენ ფიქრობთ, რაც ჩაიფიქრეთ, ჩანს რომ ამ სიტუაციამ მან ან ამ ამბავმა საკმაოდ დიდი ტკივილი მოგაყენათ თქვენ. შეიძლება ითქვას, რომ დაგანგრიათ, გამოგფიტათ, გაგანადგურათ, ჩარჩოში ჩაქსვათ, შეიძლება დაგაკომპლექსათ კიდევაც, დაგაკარგულათ საკუთარი თავის რწმენა. მაგრამ სამყარო გეუბნება, რომ გავიდა დრო და ამ ტკივილის ხარჯზე, ამ ასე ვთქვათ, გრევის ხარჯზე, რომელიც კარმული იყო, ეს გრევა აუცილებლად უნდა გაგიარათ. ეს ტკივილი, ეს შეიძლება ტრაგედიაც, ხომ, აუცილებლად უნდა გაგიარათ, იმიტომ რომ ეს იყო გზა, რომელმაც მიგიყვანათ, ან შეიძლება ამ გზაზით გიხართ, ან მიგიყვანთ მომავალში ძალიან დიდ გამარჯვებამდე. ძალიან დიდ გამარჯვებამდე. თქვენ ამ სიტუაციით ახლა რაც გაწუხებთ, საბოლოოდ ექნება შედეგი, რომ იქნებით ძალიან ბრძენი ადამიანი, ხვავიანი, ბარაქიანი, შემდგარი, წარმატებული, თავდაჯერებული. თქვენი ძალების სრულად ცოდნა მოხდება, გაიაზრებთ ვინ ხართ, რა გინდათ, რისთვის ხართ და რა შეგიძლიათ და ძალიან ბევრი შემოგნატრებთ ამ ყველაფრის შემდეგ და ძალიან ბევრს დაეხმარებით ამ გამოცდილებით. კიდევ ერთხელ ვბრუნდები, ეს იყო კარმული, იმიტომ რომ თქვენ ამ სიდიადისთვის მიგეღწიათ და მიაღწევთ კიდეც ამას. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ ამ ტკივილის, მადლობა უთხარით სამყაროს, რომ მან არათუ განსაცდელი, არამედ შეიძლება მტკივნეული, შეიძლება მკაცრი, წველი, მაგრამ გამოგიგზავნათ გზა, რომლის გავლის შემდეგ თქვენ აი ესეთი დიდებული ადამიანი იქნებით. არ ვიცი, თუ თქვენ შემოქმედი ხართ, შემოქმედებაში იქნება დიდი აღმავლობა, თუ ბიზნესმენი ხართ, ბიზნესში იქნება ეს აღმავლობა. თუ პირადია თქვენთვის მნიშვნელობა, მაშინ არაჩვეულებრივი პირადი ცხოვრება გექნებათ, თუ სულიერი ზრდა, ეს მოვა ძალიან მაღალ მწვერვალზე ახვალთ თქვენ და ასე შემდეგ. თქვენ გაიმარჯვებთ ტკივილზე. ნახოთ ახლა მეორე საკითხი, ვინც ჩაიფიქრა, მეორე. სამყარო გირჩევთ, რომ აი ვინც ჩაიფიქრეთ, ის ადამიანი, გეუბნებათ, რომ არის კარმული ეს ადამიანი, თქვენ წინა ცხოვრებაშიც შეხვდათ რაღაცა
თემა წამოიღეთ, რომელიც ვერ დაამუშავეთ იქ, სხვადასხვა ეს გაითვალისწინეთ ხოლმე, იმიტომ რომ ეცადეთ რომ დასამუშავებელი სიტუაციები დაამუშავოთ ამ ცხოვრებაშივე, არ გაექცეთ, რომ არ გადაიტანოთ ის შემდეგ სხვა ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს, რომ ჩემს მომხმარებელს ესმის, რაზე ვსაუბრობ, წინა ცხოვრება, მომავალი ცხოვრება, სხვა ცხოვრება, ხო, რეინკარნაცია, იმიტომ რომ ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც სოციალურ აქსელში ვუპასუხე და უთხარი, რომ შენ წინა ცხოვრებაში ქონდა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა, მომწერა, რომ მადლობა ღმერთს, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს მას. ხო, იმედია სწორად გესმის, რასაც ვამბობ, მე არ გულისხმობ ამ ცხოვრების წარსულს და მომავალს, მე გულისხმობ, როცა კარმებზე ვლაპარაკობ, წინა რეინკარნაციას და მომავალ რეინკარნაციაში, სადაც გადახვდეთ. ასე რომ დაამუშავეთ თემები, რომ არ მოგიწიოთ ამ თემების ხელახლა შეხვედრა და შეჩეხება. ცხადია ეს თემები უსიამოვნოა ყოველთვის, თორე როცა სასიამოვნოა, როცა კარგად გვირგვინდება, ის უკვე არის შემდგარი პროგრამა, რომელიც თქვენ კარგად გაართვით თავი და გაიარეთ წარმატებულად. სამყარო გეუბნებათ, რომ არ შეგეშინდეთ, გამოიყენეთ შესაძლებლობები ამ სიტუაციაში ამ ადამიანთან, ვინც ჩაიფიქრეთ. ბევრი ტრანსფორმაცია მოხდება თქვენში, ბევრი შესაძლებლობა მოხდება თქვენში, გეხმარებათ თქვენ ეს ნახე სამყარო გეხმარებათ, რომ ამ ცხოვრებაში მოაგვაროთ ეს ტრანსფორმაცია, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის და გიწყობთ ყველაფერი, რომ თქვენ თავს ენდეთ, თქვენს ინტუიციას ენდეთ, შიშები გადადეთ გვერდზე და გისურვებთ წარმატებას. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, აქ ჩანს, რომ თქვენი კონცენტრაცია არის არასწორად მიმართული. რაღაცა მატერიალურზეა მიმართული და ამ დროს სამყარო გეუბნება, რომ გადართე, როგორც აი რაღაც ძველ ტელევიზორებს რო ქონდა ისეთი გადასართავი, გადართე სხვა სიხშირეზე და კონცენტრაცია შეცვალე. რას გულისხმობ მატერიალურში, არ არის ეს მატერიალური აუცილებლად რო იყოს ფული, მანქანა, ტელეფონი და ასე შემდეგ, ძვირფასეულობა მატერიალური არის სიყვარული, რომელიც მხოლოდ სექსუალურ ენერგიაზე არის დაფუძნებული. აი ეს ხედვა შეცვალეთ, გადაიტანეთ ყურადღება რაღაც სულიერზე, თქვენი თავი გაზარდეთ, თქვენი თავის განვითარებაში ჩადეთ ენერგია, ამას გეუბნებათ სამყარო და რამე, თუმცა ყველაზე კაი რჩევა ალბათ ეს და მოვა ყველაფერი ის შემდეგ რაც გეკუთვნით სამყაროდან. სიყვარულიც უკეთესი მოვა, მატერიაც უკეთესი მოვა, საქმეც, ბიზნესიც, ყველაფერი, უბრალოდ გამოეთიშეთ ამ მატერიალურ ენერგიას, ძალიან ახართ გადატვირთული ამით. ხო, აი რაღაცა ყოფიერებაზე ფიქრით, ხო? შეიძლება ეს ყოფიერება კიდევ ერთხელ იყოს სიყვარულით, მაგრამ მიმანიშნებს ენერგეტიკა, რომ ეს არის სექსუალურ ენერგიაზე აგებული მხოლოდ და რასაც მიჯაჭვობა ქვია, ფსიქოლოგები ესე ეძახიან და გადადით რაღაც თქვენ შინაგან თავს ჩაუღრმავდით, თქვენ თავს დაუსვით ბევრი კითხვა, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რეალურად რა გინდათ, რეალურად საით მიდიხართ, რისი მიღწევა გინდათ და ბოლოს ისე როგორც დამკვირვებელი კითხეთ, რომ ეს არის ის, რაც გინდათ, როცა პასუხს გასცემთ. რაღაცა სხვა ძალას ხედავს თქვენში სამყარო, უფრო დიდ ენერგიას ხედავს თქვენში სამყარო, უფრო დიდ შესაძლებლობებს ხედავს თქვენში სამყარო და არ გაგიმართლებთ, იმიტომ რომ აი იმ ველში, სადაც თქვენ ტრიალებთ თქვენი ცნობიერება, არ გაგიმართლებთ, იმიტომ რომ უნდა ახვიდეთ, გაიწურებთ სამყარო, რომ ახვიდეთ. ასე რომ გადადგით ეს ნაბიჯი და გისურვებთ წარმატებას. მე ვიყავი ნათია შაი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ თუ მოგეწონათ არსებული ვიდეო და გეუბნებით შემდეგ ვიდეომდე. ვისაც სურს ჩემთან კონსულტაციის გავლა, შეუძლია მომწეროს ნომერზე 591-233-507, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც ან Facebook გვერდზე რეიქი მკურნალი. მომავალ შეხვედრამდე.